გაგდემე კრებულსა თანა ამოუჯდა უჯდა თანა მიარა შევიდე მოვიძულე კრებული უკვე თუ საიდალო თანა მიარა დავგე თავბანენ უბრალოდ თქვენი შემიდა რაითარა მოვიძულე გამსადენო თავდა გამსადენე გამაყურენ თვითონი შემიდა გული ჩემი გამიძულ თავდა ესენი მეღავე შემკარდა საბნოე უმე ეშნალებასა შენსა არ გაგდემე კრებულსა თანა ამოუჯდა უჯდა თანა მიარა შევიდე მოვიძულე კრებული უკვე თუ საიდალო თანა მიარა დავგე ალბანი გოგი გამი შემდა გამიოდე სამსაუთა შენსა უყოლო მინა ჩემდა მაიკელითა შემკაიდა დიდრობა ყოველი საბილია შენ უღალო შეუყარე მინა საკთა შემკაიდა აგირი საფოთებისა შემკაიდა მოყვარებით ამ მხოლოდ ჩობილისაცისა შენი საითა რომლისა თანაკურთხევ ხარ თანაყოლა წმინდით სახე და ცხოვრობელი სული ჩენი თუ აცდამარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ შვიდობა ყოველთა დასულისაცა შენი სათანა მოგილოცავთ ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს, სულთმოფენობას. საოცარია ღვთის განგებულება. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ მოციქულთა ცხოვრებიდან. თქვენ გახსოვთ პეტრე მოციქული, რომელიც ამბობდა, რომ სისხლს დავათხეო თქვენი გულისთვისო, უფალს პირდებოდა. როდესაც შეიპყრეს მაცხოვარი, მას შეეშინდა თვით იმ ქალის წინაშეც კი, რომელმაც უთხრა, თქვენს იმათაგანი ხო არ ახარო, მათი მოწაფე ხო არ იყავიო და არაო, უარი უთხრა. მაგრამ როდესაც ამაღლების შემდგომ გარდამოვიდა სული წმინდა, რომელსაც პირდებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ მე მოგივლეთო სულსო ჭეშმარიტებისასო, რომელიცო გასწავლისო, დაგმოძრავთო და აი მართლაც 50-ე დღეს გარდამოვიდა სული წმინდა ცეცხლის ენების სახით და განიბრძნენ მოციქულნი და ამეტყველდნენ სხვადასხვა ენაზე. და ჩამოთვლია სამოციქულში თქვენ მოისმინეთ, კაბადოკიელები იყვნენ მაშინ იერუსალიმში, ბიზანტიი და სხვადასხვა კუთხეებიდან. და სწორედ მათ ენაზე ამეტყველდნენ მოციქულები. დამკვიდრდა მადლის სულისა წმინდისა თითოეულ მათგანში. და რას ნიშნავს ეს? როდესაც სული წმინდით შეიმოსე მოციქულები, ისინი გახდნენ ლომგულნი.
ჯვარცისთვის უკვე მზად იყო. ყველაფერზე წავსველი იყვნენ. აი ეს შეუძლია სულიწმინდის მათს. აი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ ეკლესია შეემკობა ხოლმე სხვადასხვა ბალახებით. ამას აქვს თავისი სიმბოლური დატვირთვა, რომ სხვადასხვანაირი ბალახი სხვადასხვანაირი სილამაზის არის, სხვადასხვანაირი სურნელობას გამოსცემს და სწორედ სულიწმინდის ნიჭები მრავალგვარი არის. აი წერია სახარებაში, რომ ნუ ყოველნი მოძღვარი იქნებით, ნუ ყოველნი წინასწარმეტყველი. არამედ ვისაც რა ნიჭი მიეცა ღვთისაგან, სულიწმინდის მადლით, სწორედ ეს უნდა გააკეთოს. ზოგი წინასწარმეტყველებს, ზოგი მოძღვრავს, ზოგს სიყვარულის ნიჭი აქვს, ზოგს ენათა ახალთა მეტყველების უნარი აქვს. აი ეს ნიჭები აქვს სულიწმინდის მადლს. და ვისში მკვიდრობს, კითხვა ისმის. შეიძლება დამკვიდრდეს ყველა ადამიანში? არა, რა თქმა უნდა. ისევ სახარება მოძღვრავს. ვისაც აქვს თავმდაბლობა, დაბალთა მიეცემის მადლი. მასში მკვიდრობს სულიწმინდის მადლი. და ასევე საეკლესიო ხარისხების დროს, აი დღეს ჩვენ მღვდელი ვაკურთხეთ და გარდა მოვიდა მადლის სულისაწმინდისა. აი სასულიერო პირი ერისკაცისგან რითი განსხვავდება? ერისკაცი არ არის სულიწმინდა დამკვიდრებული. სულიწმინდა მოქმედებს მისით, როგორც თავმდაბალზე, როგორც, მაგრამ ნიჭი სამდელო ხარისხისა სულ სხვა რამე არის. ის განიბრძოლა სულიწმინდის მადლით, მას მეტი წინდახედულება აქვს, მეტი სარწმუნოება, მეტი მარხვის უნარი და ყველაფერში აღმატებულია, იმიტომ რომ წემსი რომ ხარ, სამწოსათვის მაგალითი უნდა იყო. თავმდაბლობის, სიყვარულის, მოთმინების, უგრძელების. აი სწორედ ეს მადლი მკვიდრობს დღევანდელ დღეს. სულიწმინდად დამკვიდრდა ეკლესია, ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი. და სულიწმინდა არის ღმერთი, რომელიც სუფევს ყველგან, ყოველსა ზედა. მაგრამ მიმღებნი ვინ არიან ამ სულიწმინდის? მხოლოდ თავმდაბალი. ამპარტავანის ძა აქვს უფალს. და სწორედ აი სულიწმინდა ჩვენ გვასწავლის, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ დამკვიდრდეს ჩვენში სულიწმინდა, თავმდაბლობა უნდა გქონდეს. და ვინ არის თავმდაბალი? აი როდესაც ადამიანს შეურაცხყოფენ და ის ღიზიანდება, ან როდესაც ადამიანს ქებას და ხოტბას შეასხამენ და ის ამაყდება, სიამაყე ეძლევა, ის არ არის თავმდაბალი. თავმდაბალი ადამიანისთვის შეურაცხყოფაც და ქებაც ერთი და იგივე უნდა იყოს. შეურაცხყოფენ, მადლობა უფალს. გაქებენ, მადლობა უფალს. შენ თავზე არ უნდა მიიწერო ის ქებადიდება. ძალიან კარგი სიტყვები გვასწავლა წმინდა იოანე ოქროპირმა, როდესაც მას დევნიდნენ, ავიწროებდნენ, გადაასახლეს, საქართველოში გადმოასახლეს, ის აი ამ ორ სიტყვას ამოძა: დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. და წმინდა მამებიც გვასწავლიან, რომ როდესაც განსაცდელი შეგექმნებაო, მაშინ ეს ორი სიტყვა თქვიო: დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. და ნამდვილად უფალი სიმშვიდეს მოგცეს, ძალას მოგცეს განსაცდელის გადასატანად. დიდება და მადლობა უფალს აი დღევანდელი დღისათვის. თქვენ იმყოფებით დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, რომელსაც თითქმის ყველა დეტალი ატარებს თავის სულიერ სიმბოლურ დატვირთვას. არ არის აი შემთხვევითი, რომ მაგალითად ტრაპეზს რომ უყურებთ და წითელ ფერში არის ცეცხლის ფერში გახვეული, ეს ნიშნავს მაყვალ შეუწვეს. როდესაც მოსე ღმერთი გამოეცხადა და მაყვალი იწოდა, მაგრამ ცეცხლი არ ეკიდებოდა. ცეცხლი ქონდა მოდებულმა, არ იწოდა. აი სწორედ მისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. აქ თქვენ ხედავთ აი მანათობელი ბურთულები, რომლებიც ანგელოზის ხელში არის დაკავებული და ანათებს. არის აგერ დიაკნის ხელი საკმევლის და საცეცხლის საკმევლის დატვირთვა აქვს, სიმბოლური დატვირთვა. თავისებური დატვირთვა აქვს გარეთ ქვაში ამოკვეთილ სამებას, მამაძე და სულიწმინდა, როგორც გამოისახება სიმბოლურად. ისე რომ აი ყველაფერს თითქმის
და თქვენ ხედავთ დაბლა არის მარმარილოში განივთებული ყვავილები და დაკარგული სამოთხე, ასე დავარქვით, რომელიც უნდა მოვიძიოთ ჩვენი თანმდაბლობით, ჩვენი სულიერებით და ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ეს სამოთხეში უნდა შევიდეთ და ყოველთვის უნდა სიმდაბლე გამოიჩინოთ, მეტი სულიერება უნდა გამოიჩინოთ. აი ამ დიდებულ ტაძარს ჩვენ შევარქვით ხელთუქმნელი ტაძარი. როგორც არსებობს ხელთუქმნელი ხატი, ასევე ტაძარიც არის ხელთუქმნელი და ნამდვილად აი ღვთისაგან ჩამოქნილი სულიწმინდის ქნარი არის ეს ტაძარი და მადლობთ უფალს, რომ ეს ნიჭი მიეცა ამ მონასტრის წინამძღვარს სქემონოზონ იოანეს მის ძმობას ძალიან დიდი იღვაწეს, ძალიან დიდი შრომა გაწიეს. თავისი ხელით არის შექმნილი თითქმის უმრავლესი დეტალი აქ. და მადლობთ უფალს, რომ აი ამ მონასტერს ყავს პირველი საუკუნეებიდან მეოთხე საუკუნემდე ცხოვრობდნენ ასეთი უმაღლესი ღვაწლით განდეგილობის ცხოვრებით. აი ამ მონასტერს ყავს ორი განდეგილი ბერი, იღუმენი აბიბოსი და ბერი ადამი, რომელიც 3 წელია უკვე ტყეში ცხოვრობენ და ღმერთს განადიდებენ. ეს იშვიათი მოვლენა, მე მგონი, არც კი არსებობს სხვაგან ასეთი ღვაწლი. მე მინდა მადლობა გადაუხადო აი ამ ტაძრის ქტიტორებს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ დიდებულ ტაძრის აღშენებლობაში. მართლაც ძალიან დიდი შრომა აქვს გაწეული და დიდი ამაგი აქვს ბატონ თამაზ გველუკაშვილს, რომლის აღდგენილიცა ეს ციხე მონასტერი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის აღშენებლობაში და მადლობა უფალს, რომ მარტო ერთი პიროვნების აშენებული არ არის, აქ ბევრმა მიიღო მონაწილეობა, სხვადასხვა სახით, სხვადასხვა დახმარებით და მე მინდა, რომ დღეს განსაკუთრებულად დავლოცო თითოეული მათგანი და შევთხოვ ყველა წინა სამებას, რომ სამების მარდი მოუკლებელ ყოფილიყოს თითოეულ მათგანზე და მათ ოჯახებზე. პროვინციული მიტროპოლიტი იობი და ყოველად უსამხდელოესი ხოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და ყოველად უსამხდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი მრავალჟამიე ყოველად სამხდელონი მიტროპოლიტი მთავარეპისკოპოსი და ეპისკოპოსნი და ყოველად უსამხდელოესი მრავალჟამიე მიტროპოლიტი იობი Esi poveli mთავარეპისკოპოსი ეფრემი და ყოველად უსამხდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი მრავალჟამიე დამტკიცესე, რომელ დაასხა მარჯვენება შენმა. გარდა მოიხილეს ეცით და იგულე და მოხედევენ ახსამას და ესე განამტკიცე, რომელ დაასხა მარჯვენებან შენმა. ეცით ოხრაი ვითარცა მოწევნა იქარისა, მაიძულე ბელისაი, აღავსო ყოველი გისახლისა და იგი იყვნენ მყდომარე და ეჩვენეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი და დაჯდა თითოეულსა კაცაცა მაცაზე და აღივსნეს ყოველი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყვად უცხოთა ენათა ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვად ხოლო იყვნენ იერუსალემს დამკვიდრებულ გურიანი კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესთა რომელი არიან სასაქვეშე და იყო რა იხმა იესე ქრისტე მოხედენ მშვიდობა ყოველთან.
Damit უყურთხეულად და დიდებულ ყოვლად პატიოსთან და დიდად ჩვენიერი სახელი შენი მამისა და ძისა და სულისა წმინდისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ღირსია მადლობა უფალს და დიდება უფალს ყველაფრისთვის. ერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღვთის მადლი არ მოშორდეს სრულიად საქართველოს და მადლობა კიდევ ესეთი დიდებული ტაძრის აღმშენებლებს, ვინც აღაშენა და რა ვიცი, დიდება უფალს. მე მინდა კიდევ ერთხელ დაგლოცოთ, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მადლობა ჩვენს მეუფეებს, მეუფე ეფრემს, მეუფე სვიმეონს მობრძანებისთვის, ამ დიდებული დღესასწაულის გაზიარებისთვის. ჩვენ ამაში ვგზნობთ ღვთის უდიდეს წყალობას, სულიწმინდის მადლის მოქმედებას, რომელიც დღეს გარდამოევლინა და იკურთხეს საოცარი და დიდებული ტაძარი. კიდევ ერთხელ მინდა მეუფე იობს მიულოცო ეს დიდებული დღე, იმიტომ რომ ყველაფერი მის ლოცვა კურთხების ნაყოფია, რაც ამ ხეობაში ხდება. მეუფე ეს თქვენი ღირსეული მოღვაწეობის შესანიშნავი ერთ-ერთი გვირგვინია კიდევ და განსაკუთრებით მამებს, მამა იოანეს, აი მისი შემოქმედება და მისი სული სასახვა არის ავტოპორტრეტია ეს ტაძარი. ძმობას, მამებს და ეს ნიშანდობლივია, რომ სწორედ ბერების ლოცვით, ხელითა და ღვაწლით აშენდა ეს ყველაფერი და მათი შრომა აქ ჩადებული. ყველა იმ გველმოქმედი და კეთილისყოფილი ადამიანის აი მრავლად მიიღო აქ მონაწილეობა და ეს ჩვენი ერის გაბწყინებაა, ჩვენი სულის გაბწყინებაა, ჩვენი სულის გადარჩენაა ნამდვილად და ყველაფერი უდიდესი გემოვნებითაა შექმნილი და იმ სულიერის ზეციური ტაძრის ასახვა დედამიწას.
გილოცავთ ყველას, გაიხარეთ, მრავალს დაესწარით, ყველა წმინდა სამების მადლი შეგეცათ. ამინ. მე მინდა დღევანდელი დღე აღვნიშნო ამ მონასტერში მოღვაწე იღუმენ ევლოგის დაჯილდოებით. დღევანდელ დღეს ის ჯილდოვდება გამშენებული ჯვრით, ღმერთმა დალოცოს, ღირსია. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლი სულისა წმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გონახაროთ მერტყოლე.